ფასანაურს გამოვცდით და ვართ ჩაბარუხში. აგერ რესტორანი ჩაბარუხიც დახვდა, ნახეთ როგორი ლამაზი ჯიხვია. პოპულარული რესტორანია, ხშირად გვწერენ, გვეკითხებიან, რომ აი სპეციალურად ფოსანურში ჩავდივართ, შევდივართ სახინკლეში, რომელიც მრავლად არის ამ ადგილას და იქნებ გადაამოწმოთ ეს რესტორანიც. ბატონო, ვასრულებთ თქვენ თხოვნას. ძალიან საინტერესო სამზარეულოა. უпростоრად ხორცის დასამუშავებელი ადგილი არის. ბატონო, ნაგვისყუთი დავკეტოთ. აუცილებლად და მზასაჭმელზე რამე გადავაფაროთ. ეტყობა, ვიზუალურად ეტყობა, რომ სუდქავს. მე ხო არ მithქვია ძველია, ცუდია, იმიტომ რომ აი აშკარად ეტყობა, ფერიც აქვს ძალიან ისეთი სასიამოვნო და ეტყობა, რომ სულ ახალი პროდუქტია. ნახოთ რა ხდება გამწვავში. რა უნდა გავაკეთოთ? იცით, გამოვასწორებთ. ეჭვიც არ ვეპარება, რომ გამოვასწორებთ. აუცილებლად, იმიტომ რომ ნახეთ, აქ თქვენ ღია პროცესი გაქვთ და აი აქ ნახეთ, აი ძალისხმევას დებთ ამ ყველაფერში. აი მე რას ვუყურებთ, იცით, რომ ფული გაქვთ დახარჯული, სწორად გამიგეთ. ტრაპები, ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, იცი, როდესაც შემოვალ და მე ვუყურებ ტრაპს და ტრაპში, როდესაც არის ჩანაშწულელი წყალი, აი თქვენთან ამობიდუნული ტრაპები არ არის. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ სანიტარულ დღეებს ატარებ. კედელი გავწმინდოთ, ამის საშუალება ნამდვილად გაქვთ, იმიტომ რომ სულ თავიდან ბოლომდე მეტლახ კაფელში გაქვთ ჩასმული ყველაფერი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარეცხვა ამის შესაძლებელია. ვინ ჩეხავს ხორცს მითხარით? ესეთი ძალის პატრონი როგორ არის, რომ სულ ხორცის ნაწილაკები სულ ზევით არის აწეპებული. ხედავთ? აი რა გაცინებთ? უბრალოდ აი მინდა აჩვენოთ რა ხორცია. აი ეს არის შედევრი, შრალი. ნახეთ, აი ბოჭკოში, აი ნახეთ რა ხორცია, ფანტასტიკური გადასარევი ხორცია, მაგრამ მაცივარი გასაწმენდია საუბედუროდ. აი ეს დაფა თუ მოგწონთ, გულწრფელად, აი სახში თუ გააჩერებდით, სამზარეულოში, თქვენ სამზარეულოში. არა, სამზარეულოში ცოტა სხვა. ძალიან ძნელია, აი როგორ გვიჭირ. აქ უფრო მკვეთრია და მომკაცრი მოთხოვნებია. იცით რა არის? ეხლა აი ეს სულ ახალი რო დავდოთ აქ, ხო, 2 დღეში ამ მდგომარეობაში ისეთი ტემპი გვაქვს. ხო და ეხლა აი ესე ნუ გამაკეთებიებთ, რომ წამოვიდა 2 დღე თქვენთან მეცხოვათ, ვიმუშაო და გაჩვენოთ როგორ იხეხება, გადასარევად, ფანტასტიკურად. იატაკი უფრო ხშირად უნდა მოწმინდოთ, ძვირფასებო, აი ესეთი იატაკი ყოლა დაუშვებელია და ნუ რა ვქნა, მიყვარს მაცივრები, მიყვარს საყინულეები და ასე შემდეგ. ხო, რა ხორცია. ესენი რო აი ბინძურები არის, აი ეხა რო უთხრათ თქვენ ხელმძღვანელობას ამას ყველაფერს ან ისეთ ზედაპირებს გადააკრავდა, ან დაადებდა ისეც, რომ აი თქვათ შეიძლება, აი მონარჩენი ისენი რო არის ლამინატები, რამე რომ ეს მარტივად იწმინდებოდეს და აი ესეთი ისინი ბინძური ყოლოფების ისინი ნარჩენები არ იყოს. ვადები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. ერთადერთი რაზეც არ მაქვს პრეტენზია, ეს არის ხო, აი შეხედეთ რა ნაჭრებია. ფანტასტიკური ხორცია, არაჩვეულებრივი ხორცია. აბსოლუტურად არსად ბეჭედი არ არის. მაჩვენეთ ხორცის საბუთი. აბსოლუტურად არსად ბეჭედი არ არის. სამ რამეს შეიძლება უყუროს ადამიანმა, არ ვიცი, საუკუნე. ეს არის როგორც მიედინება წყალი, როგორ ანთია ცეცხლი და როგორ ამზადებენ ხილკალს. ნახეთ რა ლამაზად, ჩიკ, ნახეთ როგორ აკეთებენ ეს ქალბატონები, ახლა ერთია, მანამდე კიდევ ერთი იყო. სხვათა შორის ხილკლის შეხვევა საკმაოდ რთული პროცესია, არ იფიქროთ რომ მარტივია, რამდენჯერ ვიცდია სახლში გაკეთება ხილკლის, არ გამომდის აი ესეთი პროფესიონალური ამ ქალბატონებს რო გამოსდით, ვერა. ესეც ნიჭია, კულინარიის ნიჭი და ზოგადად გენიალური ქართული სამზარეულოს, კერძოდ კი აი ესეთი მთიულური კერძის ხილკლის გამზადება. ისიამოვნეთ? ეხლა შევიდეთ დარბაზში. რამე სხვა კერძი არსებობს თუ არა რესტორანში, თუ მარტო ხილკალი? ხაჭაპური კიდევ? ჩაშუშული, ოსტრი. ხო. მაგრამ მე მგონი მხოლოდ ხილკალს გიკვეთა. ძირითადად ხილკალი. ნამდვილი მთიულური. თუ ქალაქურსაც ამზადებ. ქალაქურსაც. ნახეთ რა ლამაზი ფერის
ესეთი მზის ფერებშია თეფშები, ნარინჯისფერი და ყვითელი. გამოქვაბულს ეს რესტორანი უფრო გავს, იმიტომ რომ არის მართლაც და ქვისგან გაკეთებული. ჩვენ ვიყავით რესტორანში, რომელსაც გამოქვაბული ერქვა, მაგრამ იყო მეტლახის. ეს არის ნამდვილად გამოქვაბულს უფრო გავს, იმიტომ რომ ნატურალური ქვა არის, ხო? ეს აუცილებელია, რომ ყველაფერი ირეცხებოდეს და აი სუფთა ქვაბებზე აი ესეთი წვეთა არ უნდა მიმდინარეობდეს არავითარ შემთხვევაში, ესეც დანაშაულია. აბსოლუტურად ყველა ეტაპზე მოწესრიგებული უნდა. ყველა პირობა გაქვთ იმისთვის, რომ დაწყებული ტრაპებიდან, დამთავრებული კედლებიდან რომ აქონდეთ იდეალური სისუფთავე და ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად. შემზარეულობა მარტო გემრიელი საჭმელის გაკეთება არ არის. შემზარეულობა არის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ყველაფრის კონტროლი. აქ იწება წვადი და მწვადი ხა იცით რომ თაში ყველას უყვარს აბსოლუტურად მწვადი და ხინკალი ეს არის პირველი საჭმელი და აქედან გამომდინარე დატვირთვა რო აქვს დიდი თავისთავად კარები თუ ყვამლი და ყველაფერი შედის იქ საჟი და იმიტომ ყველაფერი გასაჟული. აი ეს არის მეორე სართული, მე მომწონს, სხვათა შორის დიდი ნათელი დარბაზია, სურათებით არის გაფორმებული, არ ვიცი ავტორი ვინ არის, მაგრამ აი ესეთი ხის მაგიდები გრძელი, ალბათ ელოდებიან ახლა ტურისტების ჯგუფს და უკვე გაშლილია, გამზადებულია სუფრა, აი მწვანედ და ყვითლად ანათებს არის ფიქრობთ შუქნიშანი. ეს არის საპირფარეშო ამ რესტორნის ყვითელი არის ქალების, women და მამაკაცების, რა თქმა უნდა, men. აბა, მოვედით საპირფარეშოს, აჰა, ნახეთ რამდენი მომარაგებული ტუალეტის ქაღალდი, ასევე ხელსახოცები. არის ყველაფერი, ნიჟარები არ არის, მანდამაინც სუფთა სიმართლე გითხრათ და არც ონკანი არის ძალიან სუფთა. აი ეს რა თქმა უნდა მინუსია. არის რა თქმა უნდა ხელსახოცი, ერთჯერადი, ქაღალდის, კი ბატონო და არის რა თქმა უნდა ერთჯერადი საპონი. აი ეს არის ტუალეტი საკმაოდ სუფთა, შეგიძლიათ დაათვალიეროთ. საკიდი ჩანთისთვის ესეც კარგია, ტუალეტი არ არის ცუდი ნამდვილად, კაფელშია, იატაკი სუფთა. ცოტა ამოვისუნთქე, აი მოვედი ნორმალურ სიტუაციაში, შემოვედი იქ სახორცეს, აი ჩათვალეთ რომ ესეთი დიდი ხაზი გადაუსვი, მაგრამ ნახეთ რა ლამაზი დაპრიალებული ქალბატონები დამხვდნენ. ნახეთ რა ლამაზი მაგიდა დამხვდა, სუფთა. შეხედეთ, აი ეს ტალახი ტლაპო ჩვენ შემოვიტანეთ, ეხლა ყველაფერი გაპრიალებულია, კედლებიც გასუფთავებულია. მაცივარში კოროზია, ყველაფერი სუფთათა გაქვთ, ხო? რა მაგარი ქალბატონი ხარ. კი, აი, ყველაფერი. არის ყველაფერი დამოკიდე, აი. აი, მაცივრები ნახეთ. ნახეთ, აი რა კარგი ქალბატონია. ყველაფერი. ესენი შეაღებიეთ, აი, ესენი შეაღებიეთ. მოთხოვეთ, ახლა ესე დაობაკუნეთ ხელი და სასწრაფოდ შეაღებიეთ. კოროზია არ უნდა იყოს. მაცივარში. ხო, და კიდე ნახეთ რაღაცას გასწავლეთ. ჩემ გადაცემებს უყურებ? ხო, იცით რა უბედურის ერთი ვარ. აი, ამაზე რომ ვიცი, მე გაცოდ გამომივიდა. დაგჭა. მაგრამ სამაგერად 3 გრადუსია ტემპერატურა არის ფანტასტიკური. კიდე შეიმაცივარი. ხო. ნახეთ. ჩაყიდულები ყველაფერი. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ყველაფერი ჩადა. ვადები სად არის? დაგავიწა სტიკერები. მაკი აქ? აქაც დამიწეს სტიკერები და ესეც გამიწმინდეთ, იმიტომ რომ ღია პროცესი აქ რო აკეთებ საჭმელს. კი, კიდე გაწმინდე. აჰა. აი თურმე რატო არის ეს ახინკლი ესეთი ცნობილი. აი როგორი ხინკალი, სად მზადდება, ნახეთ. აი ახ ყველაფერი მოწესრიგებული. აი თქვენვე შეგიძლიათ ხინკლის ჭამის დროს შემოიხედოთ და ათვალიეროთ, ნახოთ. აი იქაც ღია არის დარბაზი. იქაც შეუძლიათ ცალითვალით შემოიჭრიტონ. მართალია ვერ შემოვლენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ყველაფერი ჩანს. და აი ნახეთ, როგორ ხინკალს აკეთებენ, შეხედეთ, რა ლამაზი და ყველა ერთნაირი. აი შეხედეთ, რამდენ ნაუჭიანია, გოგოებო, ითვლით? ხანდახან ვითვლით, ხან ვითვლით, ხან ვერა. ახლა მე ისე მიყვარს მათემატიკას სულ დავითვლით. აი ესეთი იყო ეს პატარა სოფელი ჩაბარუხი, ფასანაურის ახლობლად და ეს არის რესტორანი, რომელიც საკმაოდ ცნობილია გურმანებისთვის და ტურისტებისთვის, ვინც რუსეთიდან კვეთს საზღვართ საქართველოში შემოდის და ალბათ პირველი კვების ობიექტია, რომელშიც ის შედის და უკვე მაშინ, როდესაც ხინკალს უკვეთავს, ფიქრობს, აბა ვნახოთ, რამდენად კარგია და გემრიელია ეს განთქმული მთიულური ქართული ხინკალი.